მეტი სასიამოვნო ურთიერთობა, მეტი ზრუნვა ჯანმრთელობაზე. რადიო იმედის ეთერშია რჩეულების სახალხო შოუ 17. ხალბატონებო და ბატონებო, თქვენ წინაშეა ნინო შარაშელიძისა და ოთარ ტატიშვილის თეთრი ორშაბათი. მოგესალმებით, ჩვენო ძვირფასო მსმენელო და მაყურებელო, დღეს ორშაბათია და ჩვენი სამედიცინო გადაცემა თეთრი ორშაბათი კვლავ ეთერშია ბატონ ოთართან და ჩემთან ერთად. მოგესალმებით, მოგეხსენებათ, რომ გაზაფხულის დადგომასთან ერთად სხვადასხვა ტიპის დისკომფორტი იჩენს თავს ქალბატონო ნინო და მეთანხმებით. ერთმნიშვნელოვნად ბატონო. მაგალითად, საერთო სისუსტე, ხო, რაც შეიძლება იმუნიტეტის დაქვეითებით იყოს გამოწვეული, ვიტამინების დეფიციტი. ჰიპოვიტამინოზით, ხო, კი ბატონო. კიდევ ბევრი სხვა მის გადაღლით. მთელი გადატანილი ზამთარი, ვირუსული ინფექციები, უკვე ხილი, რომელშიც ვიტამინები თითქმის აღარ შემორჩა. სტრესი, მზის, დაგშემდება ხოლმე უხასიათობა, უძილობა. მე და თქვენ ეს არ გვეხება ბატონო, მაგრამ და ასე შემდეგ. ნუ მოკლედ ეს ზამთრის ცივი დღეები და მზის სხივების ნაკლებობა თავისას აკეთებს და ახლა რაღაცა 5 დღე ამზე გამოვიდა, ეს ასე მარტივად არ გვარდება, ხო? არა, სამაგეროდ მთელი ზამთრის განმავლობაში და შემოდგომის განმავლობაში GM Pharma ზრუნავდა ჩვენს ვიტამინებზე. რა თქმა უნდა, ზრუნავდა რომელია. მოკლედ მიხვდებოდით ალბათ, რომ GM Pharma ყავს დღეს სტუმრად ქალბატონ ნინოს მივცემ უფლებას, რომ წარადგინოს ჩვენი დღევანდელი სტუმრები ქეთი სურამელაშვილი და ჟანა მაღლაკელიძე. უკვე წარადგინე. მე მაშინ დავაზუსტებ ჩვენი დღევანდელ სტუმრებს. ალბათ ჩვენი მსმენელისთვის, ვინც ხშირად გვიყურებს, უკვე ნაცნობია ეს ორი არაჩვეულებრივი ქალბატონი თავის სიახლეებით და იმ ახალისებებით, რასაც მუდმივად GM Pharma თავაზობს თავის მომხმარებლებს. ჩვენი სტუმრებია ქალბატონი ქეთი სურამლიშვილი, საერთაშორისო ფარმაცევტული კომპანია GM Pharma-ს პროდუქციის მენეჯერი და ქალბატონი ჟანა მაღლაკელიძე, საერთაშორისო ფარმაცევტული კომპანია GM Pharma-ს საფთიოქო გაყიდვის მენეჯერი. ეს იყო წარდგენა და მე უბრალოდ გვარები ვთქვი, ქეთი სურამლიშვილი და ჟანა მაღლაკელიძე თქვა. ეს იყო ნამდვილი წარდგენა. მოგესალმებით, დიდი მადლობა. მოდი დავიწყოთ ზოგადად ბოლო დროს საკმაოდ ისეთი აქტუალური და პოპულარული ტერმინის ბიოლოგიურად აქტიური დანამატების განმარტებით, ხო? შეიძლება ბევრმა ადამიანმა არ იცოდეს, რომ რა განსხვავებაა წამალს და ბიოლოგიურად აქტიურ დანამატს შორის. აი, რა არის ბიოლოგიურად აქტიური დანამატი გასაგებ ენაზე რომ გითხრათ? კი ბატონო, მოგესალმებით კიდევ ერთხელ. ძალიან სასიამოვნოა ყოველთვის თქვენ სტუდიაში სტუმრობა უნდა აღვნიშნო აუცილებლად. გილოცავთ გაზაფხულის შემობრძანებას და პირველი მზის სხივების გამოჩენას. თუმცა ბატონმა ოთარმა აბსოლუტურად სწორად აღნიშნა, რომ აი ეს 5-6 დღე მზის სხივების გამოჩენა ბევრს არაფერს არ ცვლის ხოლმე ჩვენს ორგანიზმში, ხო? ზამთარ გამოვლილ ორგანიზმს სჭირდება ვიტამინების და მინერალების ბალანსის აღდგენა, იმიტომ რომ ხილი და ბოსტნეულის სიმწირე, რომელიც ზამთრის პერიოდში იჩენს ხოლმე თავს, გადატანილი ინფექციები, მათ რესპირაციული ინფექციები, ვირუსული ინფექციები, ამ დროს ორგანიზმი გაძლიერებულად ხარჯავს ვიტამინებს და მინერალებს და შესაბამისად დგება ხოლმე დეფიციტის განვითარების რისკი. აი ასეთ შემთხვევებში მოკლედ ადრეულ გაზაფხულზე საჭიროა ენერგიის აღსადგენად ვიტამინების და მინერალების ბალანსის აღდგენა. საიდან უნდა მივიღოთ ეს ვიტამინები და მინერალები? რა თქმა უნდა, ბუნებრივი წყაროებიც არსებობს ვიტამინების და მინერალების, ეს გახლავთ იგივე ხილი, ბოსტნეული, მაგალითად ცხიმიანი თევზი ომეგა-3-ის შემთხვევაში, ხო? D ვიტამინის შემთხვევაში შეიძლება იყოს კვერცხი, რძის პროდუქტები, თევზი, აქაც გვევლინება ერთ-ერთ წყარად. თუმცა ეს თევზიც შესატყვისი თევზის მოპოვება არც ისე. აი ეს ხარისხიანი თევზის მოპოვება ძალიან რთულია, ხო? თუმცა ეს პროდუქტები არ არის ხოლმე დღიური მოთხოვნილების შესავსები, ასე ვთქვათ, შესავსებად საკმარისი და საჭირო ხდება საკვები დანამატების ჩართვა, ანუ ბიოლოგიურად აქტიური დანამატების ჩართვა. რას გულისხმობს ბიოლოგიურად აქტიური დანამატი? ამ კითხვით დავიწყეთ. ეს არის ორგანიზმის ნორმალური ცხოველქმედებისთვის, აი ყოველდღიური ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ნუტრიენტების, ვიტამინების, მინერალების, ცხიმოვანი მჟავების ერთობლიობა თავმოყრილი გამოშვების სხვადასხვა ფორმებში. ეს არის ტაბლეტი, კაფსულა, საშეტი, ხსნარი, ლოლიპოპი, ჟელი და ასე შემდეგ, ხო? რას უზრუნველყოფს ბიოლოგიურად აქტიური დანამატები? ღიურ მოთხოვნილებას, აი ამ სასარგებლო ნუტრიენტებზე ავსებს და ხელს უშლის დეფიციტის განვითარებას სხვადასხვა ვიტამინისა თუ მინერალის. ეს მნიშვნელოვანი იმიტომ არის, რომ საბოლოო ჯამში ეს ვიტამინების და მინერალების დეფიციტი დაკავშირებულია სხვადასხვა პათოლოგიის განვითარებასთან, შესაბამისად ხელი რომ შევუშალოთ სხვადასხვა დაავადების განვითარებას, რომელიც აღმოცენდება ვიტამინების და მინერალების დეფიციტის ფონზე, ამისთვის გვჭირდება ბიოლოგიურად აქტიური დანამატები, რომელიც შესაძლებელია იყოს საპრევენციო
პრევენციო მიმართულების, შესაძლებელია იყოს დეფიციტის შესავსები, ანუ უკვე მაღალი დოზებით თერაპიული დოზებს, რასაც ვეძახით. თერაპიული დოზების დანიშნვის რეკომენდაციას, რა თქმა უნდა, იქ მიგასცემთ, იმიტომ რომ ეს არის დეფიციტის შესავსები დოზა. საპრევენციო მიმართულება შესაძლებელია, ასე ვთქვათ, ყოველდღიური მოთხოვნილება ჩვენ თვითონაც შევავსოთ იგივე ფარმაცევტთან კონსულტაციით და ნუ აი მაგალითად D ვიტამინი 1000-2000 საერთაშორისო ერთეული რომ მივიღოთ პრევენციის თვალსაზრისით, ხოლმე შეიძლება ბევრი ქვეყნის გაიდლაინი ამას გვეუბნება, ძალიან სასარგებლო იქნება ჩვენი ორგანიზმისთვის. ანუ ბიოლოგიურად აქტიური დანამატები გვჭირდება იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ ჯანმრთელობა და საბოლოო ჯამში გავიხანგრძლივოთ სიცოცხლე და უფრო ხარისხიანი ცხოვრებით ვიცხოვროთ. რასაკვირველია, ძალიან მნიშვნელოვანი არა მხოლოდ სიცოცხლის გახანგრძლივება, არამედ სიცოცხლის ხარისხის შენარჩუნება. ეს მნიშვნელოვანი მესიჯია. კეთი, რა მინდა იცით რომ გითხოთ, არსებობს თუ არა რაიმე კონკრეტული კლინიკური ჩივილები, სიმპტომები, რომელიც ზედაც შეიძლება რომ აქცენტირება გააკეთოს ადამიანმა და ერთმნიშვნელოვნად მიაწეროს ამა თუ იმ ვიტამინის დეფიციტს. იგივე თქვენ D ვიტამინზე ისაუბრეთ, თქვენს პროდუქციაში მრავლად არის სხვა ვიტამინები წარმოდგენილი. ეს ერთი ნაწილია კითხვის და მეორე მინდა დაგვისვათ, რომ ჩვენი მსმენელისთვის გასაგები იყოს, ანუ აქ საუბარი ერთი და იგივე პრეპარატის დოზირებაზე უბრალოდ, ხო? თვითონ პრეპარატის დასახელება არ იცვლება. შესაძლებელია ერთი და იგივე პრეპარატი მიიღო ან თერაპიული დოზით, ან პრევენციული დოზით. დიახ, მოდი მაგ ბოლო კითხვის დავიწყებ, გასაგები რომ იყოს, აი მაგალითად დეტრივითის ხაზში, ასე ვთქვათ, გვაქვს რამოდენიმე გამოშვების ფორმა. 1000 საერთაშორისო ერთეული, 2000, 5000, 10000 საერთაშორისო ერთეული, შესაძლებელია დასახელება არ იცვლებოდეს, თუმცა იცვლებოდეს დოზები. დეტრივითი 1000, 2000 და ასე შემდეგ. ხო, ამის მიხედვით უნდა შეარჩიოს მომხმარებამ. ანუ ერთი და იგივე დასახელების და დოზის ორ პროდუქტზე ვრცელდება აქცია, რომელზეც ჟანა უფრო ესე ვცლად მოგახსენებს და ისაუბრებს კი ბატონო ტკბილ უკმას. მანამდე სიმპტომატიკაზე გეტყვით, ზოგადად ყველა ვიტამინს და მინერალს აქვს თავისი სამოქმედო არეალი ჩვენს ორგანიზმში და შესაბამისი ორგანოს თუ ორგანოთა სისტემის მხრივ გამოვლინდება ხოლმე მისი დეფიციტი. აი მაგალითად D ვიტამინი, რომელიც ვახსენეთ, ძალიან ხშირად ძვალსახსროვანი, ძვალკუნთოვანი პრობლემების განვითარებასთან არის დაკავშირებული. ბავშვებში პირდაპირ უკავშირებენ რაქიტის განვითარებას D ვიტამინის დეფიციტს. მოზრდილებში, აი მაგალითად პოსტმენოპაუზური ქალბატონი პერიოდის ქალბატონებში ოსტეოპოროზის, ოსტეომალაციის განვითარების რისკი მაღალია, როდესაც D ვიტამინის დეფიციტია, კალციუმის ათვისება არ ხდება და შესაბამისად ცვლების მინერალიზაციაც ირღვევა. B ჯგუფის ვიტამინები მაგალითად, რომელიც დაკავშირებულია ნერვული სისტემის ნორმალურ მუშაობასთან, ხო? აი იგივე მეხსიერების პრობლემები, გუნება-განწყობილების დაქვეითება, დეპრესიისკენ მიდრეკილება, ოფლიანობა კი ბატონო. აი ეს ყველაფერი შესაძლებელია B ჯგუფის უენერგიობა, სხვა შორის გაზაფხულის პერიოდში კი ბატონო, ძალიან ხშირად იჩენს ხოლმე თავს. ძილიანობაც, ხო? ძილიანობაც, მომატებული ძილიანობაც და უძილობაც დარღვევა. ყველაფერი შეიძლება ერთი მიზეზი ქონდეს. B ჯგუფის ვიტამინების დეფიციტი მოკლედ ყველაფერზე რო ინიშნება. კი, შესაძლებელია იყოს B ჯგუფის ვიტამინების დეფიციტის ბრალი. თუმცა, აი ცალკეულ ვიტამინებს რომ თავი გავანებოთ, არსებობს სიმპტომთა კომპლექსი, რომელზეც ვფიქრობთ ხოლმე, რომ აი ჩვენს ორგანიზმს რაღაცა დახმარება ჭირდება გარედან, ხო? ეს შეიძლება იყოს დასაწყისში რითიც დავიწყეთ, უენერგიობა, ზოგადი საერთო სისუსტე, მეხსიერების პრობლემები, ხშირი ავადობა, მათ შორის აი რესპირაციული ინფექციებით ხშირი ავადობა, უხასიათობა, გუნება-განწყობილების დაქვეითება, კანის თმის, ფრთხილი სტრუქტურის შეცვლა. აი ეს არის ის ზოგადი სიმპტომები, რომლის მიხედვითაც ჩვენ შეიძლება მივხვდეთ, ანუ მიგვანიშნოს ორგანიზმმა, რომ მოდი შეიძლება აქ რომელიღაცა ვიტამინი ან მინერალი არ იყოს საკმარისი რაოდენობით ორგანიზმში და დროა რომ შევივსოთ მარაგი აი ამ ვიტამინს თუ მინერალის. შემთხვევათა მაღალ პროცენტში მაინც ექიმი წვითავს, რომელი კონკრეტულად ვიტამინი უნდა დაინიშნოს. თქვენი პროდუქცია ამით არის გამორჩეული, რომ შეიძლება ექიმის დანიშვნის გარეშედაც მოხდეს გარკვეული მედიკამენტებს ვერ დავარქვევდი, ხო? ბიოლოგიურად აქტიური დანამატების მიღება და ეს მათი სიცოცხლისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს. სწორედ ამიტომ იყიდება ეს მედიკამენტები რეცეპტის გარეშე. დიახ, ჟანას ახლა რომ უფრო დეტალურად დავუშვათ, ჩვენ კი ვახსენეთ დასაწყისში, რომ კომპანია GM Pharma მომზადებული ხდება გაზაფხულზე და გვამზადებს გაზაფხულისთვის, ხო? მთელი წელი იზრუნა ჩვენი აფთელობა. მთელი წელი და ახლა გაზაფხულზე ზრუნავს და აი კონკრეტულად რა პრეპარატებით ვართ დღეს წარმოდგენთ, ბევრი ჩემთვის ძალიან ნაცნობი და ძალიან საყვარელია, მაგალითად რეოკონი. მინდა გითხრათ, რომ ბატონოთ არის პრაქტიკულად ყველა გამოცდილი აქვს საკუთარ თავზე. მე ჩემს მენელს არაფერს ისეც არ ურჩევ, რაც პირადად მე ჩემ თავზე არა მაქვს გამოცდილი. ქალბატონი, ხო იყვნენ დიდი მეცნიერები, ვინც ჯერ თავის თავზე ცდიდნენ სხვადასხვა პრეპარატებს და შემდეგ უკვე ნერგავდნენ. ხო, მე მათ კი არ ვედრები, უბრალოდ მათ საქციელს ვიმეორებ.
მიდრება არა, მაგრამ მიახლოება შეიძლება. მიახლოება შეიძლება. ჟანა, მოგვიყევით აბა რა რისთვის, როდის, რამდენი რანაირად და როგორ. ჟანა სტუმრობა სტუდიაში ყოველთვის ასოცირდება რაღაც სიურპრიზებთან, გემრიელობებთან, გარდა საჩუქრებთან. რა თქმა უნდა. ჟანა დავარქვი მე საჩუქარი. მოგესალმებით, სასიამოვნოა ყოველთვის თქვენთან სტუმრობა, მივესალმებით ჩვენს სცენელს და მაყურებელს და ვეტყვი, რომ GM-Pharma ცნობილ ბრენდებზე, რომელზეც ჩვენ ვისაუბრებთ, ცოტა მოგვიანებით მიმდინარეობს აქცია 1+1 და რას გულისხმობს ეს აქცია? 10 მარტიდან 24 მარტის ჩათვლით, 10 მარტს დაიწყო ეს აქცია და 24 მარტის ჩათვლით PSP-ში მისულ ყველა მომხმარებას. დიახ, ერთი კოლოფი შეძენის შემთხვევაში იგივე დასახელების მეორე პროდუქტს მიიღებს მომხმარებელი საჩუქრად. რეოკონზე ვცელდება? რეოკონზე მოგახსენებთ ბატონო თარ. ვიდრე ზოგადად ვისაუბრებ პრეპარატებზე, მინდა მოკლედ შევახსენოთ ჩვენს მოსახლეობას კომპანიის შესახებ. GM-Pharma ეს გახლავთ 100%-ით ქართული ინვესტიციით დაფუძნებული საერთაშორისო მულტინაციონალური ფარმაცევტული კომპანია. ჩვენი მედიკამენტები და ბიოლოგიურად აქტიური დანამატები იწარმოება დასავლეთ ევროპის ქვეყნების და საქართველოს GMP სერტიფიცირებულ საწარმოებში. წელს 25-ე საიუბილეო წელი გვაქვს, კომპანია გახდა 25 წლის და მინდა სიამაყით თქვა, რომ ჩვენ ნამდვილად ვემსახურებით ჯანმრთელობაზე ზრუნვას და ყოველთვის ვცდილობთ, რომ გავხანგრძლივოთ ადამიანებს ჯანმრთელობაზე ზრუნვა და ვიზრუნოთ მათ სიცოცხლის ხარისხის გაუმჯობესებაზე. ეხლა რაც შეეხება ჩამონათვალს, მე დავიწყებ პირველი ომეგა-3-ის ხაზით. ეს არის ომე-3-ის ბრენდი, რომელშიც გვაქვს როგორც საბავშვო, ისე მოზრდილთა ფორმები. ეს არის ომე-3 ჟელი, ომე-3 ჯუნიორი, კლასიკური ომე-3, ომე-3 ფორტე, ომე-3 კარდიოზე მინდა ვთქვა, რომ ეს არის სპეციალურად შექმნილი ომეგა-3, რომელიც ქოლესტერინის ცვლის დასარეგულირებლად გამოიყენება. ჩვენი ერთ-ერთი ვიტყოდი გამორჩეული ბრენდი გახლავთ ომე-3 D3, რომელიც არის 3 გამოშვების ფორმით. ეს არის ომე-3 D3 1000, 2000 და 5000 საერთაშორისო ერთეულით და აქ როგორი შემადგენლობა გვაქვს ომეგა-3 და D3 ერთად ერთ კაფსულაში მოთავსებული. გამოშვების ფორმები მოსახერხებელი დოზირება და მოსახერხებელი მიღების წესი და ჩვენმა მსმენელმა რომ მარტივად შეარჩიოს მისთვის ასურველი ფორმა, ვიტყვი რომ გამოშვების ფორმები იცვლება D ვიტამინის შემცველობით. მაგალითად ომე-3 D3 2000-ში D ვიტამინი გახლავთ 2000 საერთაშორისო ერთეული. რაც შეეხება ეხა D-ტრივიტის ხაზს, D ვიტამინს, რომელიც ჩვენ D-ტრივიტის ბრენდით გვაქვს წარმოდგენილი, იზოლირებულად D ვიტამინის. იზოლირებულად D ვიტამინი, ცალკე D3 ვიტამინი. დიახ, ეს არის როგორც საბავშვო, ისე მოზრდილთა ფორმები. საბავშვო ფორმებში ვიტყვი D-ტრივიტ დროპს, რომელიც არის საკმაოდ მოსახერხებელი, ატმის სასიამოვნო გემოვნური ის აქვს, გემო აქვს ჩვენს პროდუქტს. ასევე ვიტყვი რომ პიპეტი აქვს, პიპეტი მოყვება და გარდა იმისა, რომ ჩვენი პატარები არ გაგვიპროტესტებს, იმიტომ რომ სასიამოვნო მისაღები არის, ჩვენი დედებისთვის ძალიან გამარტივებულია, პიპეტი მოყვება და ზუსტი დოზირებაც, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ჩვენი პატარებისთვის. შეიძლება საკვებს რო დაამატონ? შეგვიძლია საკვებსაც დავამატოთ, რძესაც, ხო, კეთი, შეგვიძლია რომ რძეში შეურიოთ და დამოუკიდებლადაც მივცეთ, დიახ. რაც შეეხება D-3 დროპს, ეს არის უკვე მაღალი კონცენტრაციის D ვიტამინი, სადაც როგორც ვიყენებთ, როგორც ბავშვებში, ისე მოზრდილებში. რაც შეეხება D-ტრივიტ ჟელის, ეს არის ძალიან საყვარელი, ჩვენი პატარებისთვის საყვარელი დათუნიას ფორმის ჟელიბონები, რომელიც არის სხვადასხვა არომატით. ხილის სხვადასხვა არომატით გვაქვს აქ წარმოდგენილი და აი ნახეთ რა მინდა რომ ვთქვა ეს ჩვენი მსმენელისთვის, დედებისთვის მათ შორის. აი, როდესაც ისეთი ფორმა, როდესაც წვეთის მიღება არ უნდათ პატარებს, მაგრამ კაფსულასაც ვერ მიუცემს, აი ღეჭვას როცა სწავლობენ, 3 წლის ასაკიდან შეგვიძლია აი ჟელიბონის ფორმის D ვიტამინი მივაწოდოთ ჩვენს პატარებს და რა თქმა უნდა არ გაგვიპროტესტებს პატარები. მე და ბატონო თარი შეგვიძლია კითხათ სრული პასუხისგებლობით, რომ არაჩვეულებრივად იღეჭება და მთელი კოლოფის და სასიამოვნოა. დიდი სიამოვნებით. რაც შეეხება D-ტრივიტ 1000, 2000, 5 და 10000 საერთაშორისო ერთეული, კეთი აღნიშნა, რომ 1000 და 2000 საპრევენციო, ხოლო 5 და 10000 უკვე დეფიციტის შესავსები დოზები. გახლავთ D-ტრივიტი K2, ეს არის D ვიტამინი და K ვიტამინი ერთად-ერთ კაფსულაში ასევე მოთავსებული, შედარებით ახალი პროდუქტია ეს ჩვენი კომპანიისთვის და რა თქმა უნდა მათზეც მიმდინარეობს 1+1 აქცია. ფათაშორის ამაზე ჩაგეძიებით, K ვიტამინთან D ვიტამინის გაერთიანება რატომ მოხდა? აი რას ემსახურებოდა? K ვიტამინი და D ვიტამინი მოკლედ საკმაოდ ისეთი სინერგიული დუო ყოფილა.
პროფილა, როგორც მას მოიხსენიებენ, იმიტომ რომ უსაფრთხოების პროფილს ზრდის D ვიტამინის განსაკუთრებით მაღალი დოზის მიღების შემთხვევაში, აი მაგალითად თუ ჩვენ ვიღებთ მაღალ დოზაში იგულისხმება 5000 საერთაშორისო ერთეული ხანგრძლივად და არიან ადამიანები, ვისაც უწევთ 5000 საერთაშორისო ერთეულის მიღება, მაგალითად ოსტეოპოროზის დროს, მაგალითად ონკოლოგიური დაავადებების დროს, და ხანგრძლივად გვიწევს ამ D ვიტამინის მიღება, ხო? 2-3 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში. ანუ მიაქვს პირდაპირ კალციუმი ძვლებსა და კბილებში, სადაც საჭიროა და გვჭირდება და გამოაქვს სისხლძარღვებიდან, ანუ სისხლძარღვებში არ აგროვებს კალციფიკატების ჩალაგებას უშლის ხალხს, შესაბამისად, ვისაც ასეთი დოზირება ჭირდება ცოტა ხანგრძლივი პერიოდით, მათთან არის უსაფრთხო. ასევე შარტკენჭოვანი დაავადებების დროს უფრო ნაკლებად არის მიდრეკილი კალციფიკატების დამატებისგან და ამ დროსაც უფრო უსაფრთხო გამოდის D ვიტამინის მიღება. ხანდაზმულ ასაკში ოსტეოპოროზის მქონე პაციენტებში და ასე შემდეგ. ამ მიზნით არის დამატებული მასში K ვიტამინი. კი ბატონო, უსაფრთხოების პროფილს ზრდის. ვიტამინებზეც გვაქვს ეს აქცია, ჯერ საბავშვო ფორმით დავიწყებ, ლოლიპოპები, რომელსაც იცნობს ჩვენი მოსახლეობა, არა მხოლოდ პატარები, დიდებიც. ლოლიპოპები, რომელიც გვაქვს. როცა ლოლიპოპზე საუბრობს ანჟელი გონზე მე რომ მიყურებო. ორი სახით გვაქვს, აქვს ლოლიპოპი, მულტივიტამინი და ლოლიპოპი იმუნიტი ბუსტი. მომხმარებელი ხარ ბატონო. აქ უნდა ვთქვათ, ნინო ის რომ ხო გვყავს ისეთი პატარები, არაფერი რომ არ უნდათ. არც ჟელიბონი უნდათ, არც კაფსულა უნდათ, არც სიროფი უნდათ, არაფერი არ უნდათ. აი, ყველაზე მარტივი გამოსავალია დედებისთვის, ვინაიდან არის ლოლიპოპის სახით. დიახ, და ვიღებთ როგორც ვიტამინს, ისე მინერალს და ორი სახით გვაქვს ლოლიპოპი მულტივიტამინი და ლოლიპოპი იმუნიტი ბუსტი. ცინკოვიდების ხაზზე, რა თქმა უნდა, მიმდინარეობს ეს აქცია. ცინკოვიდსაც ვფიქრობ, რომ იცნობს ჩვენი მოსახლეობა ძალიან კარგად. ცინკოვიდი იმუნო, ცინკოვიდი ნეირო და ცინკოვიდი კარდიო მიმდინარეობს 1+1 24 მარტის ჩათვლით. კომპანიაში გვაქვს სიახლე, გვაქვს რამდენიმე ახალი პროდუქტი და აუცილებლად უნდა აღვნიშნო აშვა ანტისტრესი. ეს გახლავთ დამამშვიდებელი, სტრესის მომხსნელი, სცენარეული საშუალება, რომელიც შეიცავს ყველაზე ესეთ გავრცელებულ მცენარე აშვაგანდას. კეთი ისაუბრებს ამაზე უფრო დეტალურად შემდეგ. მე ვიტყვი რომ ცნობილი თურმე ინდუდა კი, რა თქმა უნდა. მე ვიტყვი რომ აშვა ანტისტრესზე აქცია არა მხოლოდ კოლოფის შეძენის შემთხვევაში მიმდინარეობს, ფირფიტის შეძენის შემთხვევაშიც მიმდინარეობს. ერთი ფირფიტის შეძენის შემთხვევაში მეორე ფირფიტას ჩვენ მომხმარებელს გადავცემთ საჩუქრად. კი. ახლა ვეგანური კაფსულებია და ამ მიმართულებითაც ვისაც გასაგებია. ვეგეტარიანელი ვეგანური კვების წესი აქვს, შეგვიძლია რომ შევთავაზოთ. და როგორია მიღების წესი? ერთი კაფსულა 18 წლის. არა, დღის რა მონაკვეთში ისმება? ანახეთ როგორ არის ძილის რეჟიმის დასარეგულირებლადაც თუ გვინდა მაშინ დღის მეორე ნახევარში უმჯობესია, თუ სტრესის მოსახდენად და დამამშვიდებელ საშუალებად ვიყენებს, დღის პირველი ნახევარი უმჯობესია. ახლა და მაქსიმალური დოზა რა არის დღის განმავლობაში? დღის განმავლობაში ერთი კაფსულა რეკომენდებული. ერთი კაფსულა რეკომენდებული. ეს შემდეგი პროდუქტი მივიღოთ თუ დღის განმავლობაში შეიძლება. არა, ნახეთ ძილის რეჟიმის დასარეგულირებლად თუ გვინდა მაშინ დღის მეორე ნახევარში ჯობს, თუ გვინდა ყოველდღიური სტრესის მოსახსნელად და დამამშვიდებელი ეფექტისთვის დღის პირველ ნახევარში. თუმცა არ აქვს სედაციური ეფექტი. არა აქვს, გაბრუებას არ იწვევს და საჭესთან შემთხვევაში უძახი ჩემი ჩვევიდან გამომდინარე, მაგრამ ამ ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერების გამოყენების შემთხვევაში საჭესდაჯდომა და ისეთი კონცენტრირებული სამუშაო შეიძლება რაც ძალიან მნიშვნელოვანია არ იწვევს შეჩვევას, არ აქვს მოხსნის სინდრომი და ეს განასხვავებს მას ეს ცოტა მძიმე ანტიდეპრესანტი. ჩვენ უკავშირებით გვაქვს ამ პრეპარატთან რაღაცა აღმოსავლური სახელია, არა ბატონო. ეხლა გეტყვით რა არის აშვა ანტისტრესი. ეს არის როგორც ჟანამ თქვა, აშვაგანდას შემცველი პროდუქტი. ეს აშვაგანდა ყოფილა ძალიან ცნობილი მცენარე, ინდური მცენარე, ინდურ ჟენშენსაც უწოდებენ მოკლედ ინდურ მედიცინაში და ძალიან დიდი ხანია, უკვე 3000 წელზე მეტია გამოიყენება ჩინეთში და ინდოეთში. ჩვენთან არის ცოტა ახალი ხილი, ასე ვთქვათ. რა თვისებები აქვს? აქვს დამამშვიდებელი, სტრესის მომხსნელი, აი სტრესის დაზიანება ორგანიზმზე ძირითადად რითი არის განპირობებული კორტიზოლის დონის მატებით, ხო, სტრესის ჰორმონის. მას შეუძლია კორტიზოლის დონე დააქვეითოს და სეროტონინის, ანუ ბედნიერების ჰორმონის დონე გაზარდოს ჩვენს ორგანიზმში. შესაბამისად, სტრესის დამაზიანებელ ზემოქმედებას ამცირებს და გუნება განწყობილებას აუმჯობესებს მნიშვნელოვნად. ამასთან ერთად მასში შედის L-ტრიპტოფანი, რომელიც ძალიან კარგად ცნობილი სეროტონინის და მელატონინის ციკლში, ასე ვთქვათ, მონაწილე ამინომჟავაა, რომელსაც ასევე შეუძლია გუნება განწყობილების გაუმჯობესებას და ძილის რეჟიმის რეგულირებას. სწორედ ამიტომ არის მარტო დამამშვიდებელი საშუალებებისგან, ანუ მცენარეული საშუალებებისგან განსხვავებით, მას შეუძლია არა მხოლოდ დაამშვიდოს, ასე ვთქვათ, ადამიანი, არამედ ჰქონდეს ხანგრძლივ პერსპექტივაში ბევრად უფრო სასარგებლო მოქმედება, იმიტომ რომ კორტიზოლის დონე დაწიოს და
სტრესის დამაზიანებელი ზემოქმედება ჯანმრთელობაზე თავიდან აკვარიტოს. 21 საუკუნეში სტრესს ყველა განვიცდით, არა აქვს მნიშვნელობა და უშუალოდ ყველა ადამიანი რაღაცა სახის სტრესს განიცდის. სხვათა შორის მსოფლიოში ასე ვთქვათ, პირველი მიზეზია იმ სტრესული ფაქტორებიდან, რისკ ფაქტორებიდან ყოფილა სამსახურებრივი წნეხი. სამსახურებრივი პასუხისმგებლობების შესრულება, დედლაინებს რომ ეძახით, ჩვენ რაღაცა დროში განსაზღვრული სამუშაოები და ასე შემდეგ. ამიტომ განსაკუთრებით დასაქმებული ადამიანები, რომელთაც უწევთ აი ასეთ სტრესულ ფაქტორებთან შეხება, მათთვის იქნება ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი. ბატონო, თარ შეგიძლია კითხო ხოლმე თქვენ აშვაგანდა ხომ არ გაკლიათ? აშვაგანდა? ხო, ეს აუცილებლად გარედან, ანუ საკვები დანამატის სახით უნდა მივიღოთ, რადგან მცენარეა კი ბატონო და შესაბამისად მიმართებაში აქვს რაიმე მნიშვნელობა ჭამის წინ და კვებასთან ერთად უნდა მოხდეს კაფსულის მიღება კი ბატონო. და რაიმე განსაკუთრებით ბევრი წყლის მიღებას ხომ არ ითვალისწინებს ხომ? არა, ჩვეულებრივად, ანუ კაფსულა როგორც შეგვიძლია რომ გადავყვაკოთ ისე, თუმცა აუცილებლად უნდა ვთქვათ, რა დროს არ შეიძლება რომ მივიღოთ აშვა ანტისტრესიც, ეს არის ორსულობა ლაქტაციის პერიოდი, ეს არის ანტიეპილეფსიური საშუალებების მიღება და მძიმე სედაციური საშუალებების მიღება, როგორც არის მაგალითად დიაზეპამი, ბარბიტურატები და ასე შემდეგ. ხო, ეს სედაციური ეფექტი შეიძლება გააძლიეროს, ამიტომ ამ შემთხვევაში არ ვიღებთ. დანარჩენ სხვა შემთხვევაში უჩვენება პრეპარატს არ აქვს. კიდევ ერთი ახალი პროდუქტი გვაქვს, ეს არის უროველი, ეს არის შერცესქესო გზების საპროფილაქტიკო საშუალება და რეციდივების თავიდან ასაცილებელი საშუალება. ესეც გახლავთ ბუნებრივ კომპონენტებზე დამზადებული. აქ გვაქვს წითელი შტოში. მისი მთავარი ნივთიერება გახლავთ წითელი მცენარე, წითელი შტოში, დემანოზა. ვიტამინი და თუთია დიახ. საკმაოდ ისეთი ახალი ინოვაციური პროდუქტი გახლავთ. 14 წლიდან გამოიყენება და ესეც სიახლეა ჩვენი კომპანიისთვის. წყალი ვიცით ისედაც ხომ მნიშვნელოვანია ამ დროს სისიტების დროს და მსგავსი ტიპის დაავადებების დროს მიიღება, ამიტომ ეს შუშხუნააბია და კიდევ გარდა იმისა, რომ სიმპტომებს გვიხსნის წყალი კიდევ დამატებით საშუალება გახლავთ, რომ აი ზედმეტად კი, რა თქმა უნდა. Hilsi Baby Kits კიდევ ეს ერთ-ერთი ნაზალური სპრეი გვაქვს ახალი, რომელიც რინიტების დროს გამოიყენება. აქცია ასევე მიმდინარეობს ბატონო რეოკონზე, გასტროენტეროლოგიურ პროდუქტზე და აქ უნდა ვთქვა, რომ რეოკონზე არა მხოლოდ კოლოფის შეძენის შემთხვევაში, ფირფიტის შეძენის შემთხვევაშიც და რატომ 10 ფირფიტაა კოლოფში, ამიტომ ერთი ფირფიტის შეძენის შემთხვევაში მეორეს PSP-ში როცა მივბრძანდებით საჩუქრად გადმოგცემენ. და რეოკონზე საჩუქრად იღებს რეოკონზე უნდა ვთქვათ ის, რომ 4 კომპონენტიანი ფერმენტია, რომელიც გარდა ცილის ცხიმებისა და ნახშირწყლების საშლის უჯრედისაც. ეხლა განსაკუთრებით მარხვის პერიოდია. ამიტომ თუ ჩვენს კვებით რაციონში უფრო მეტი არის, რა თქმა უნდა, მცენარეული საკვები, ამ დროს და დისკომფორტი გვაქვს, ხო, შებერილობა და მუცლის ღრუში, დიახ, ბუყბუყი და ასე შემდეგ. ამ შემთხვევაში რეოკონის ერთიაბით ამ პრობლემას გადავჭრით. ლაქტოჯი კიტსზე გვაქვს ასევე აქცია. ლაქტოჯი კიტსი ეს არის ჩვენი პატარების სასარგებლო ბაქტერიები და როგორც ხშირ შემთხვევაში, როდესაც აი ანტიბიოტიკოთერაპიით მკურნალობენ ჩვენს პატარებს, ამ დროს აუცილებელია ხო ჩვენი კუჭნაწლავის და პატარების კუჭნაწლავიც ასევე დაცული იყოს. პარალელურ რეჟიმში აუცილებელია რომ ლაქტოჯი კიტსის ფლაკონებიც დედამ გამოიყენოს, ხო? აქცია ასევე მიმდინარეობს კალცერონზე, კალციუმის პრეპარატი გახლავთ Nexi Night, რომელიც არის 5 მილიგრამი მელატონინის შემცველი პროდუქტი. საძილე საშუალება გახლავთ. კი, ნიამარინი, ეს არის ცხვირის სპრეი, Nexi Sugar Normi, რომელიც ტკბილზე მოთხოვნილებას ამცირებს და ძალიან პოპულარული პროდუქტი გახლავთ, კი. ალკორესტი, რომელიც ნაბახუსევის სიმპტომებს ამცირებს. ჰიკრაწრე. ნახშირწყლები. კი. და ყველა ამ პროდუქტზე რაც ჩამოვთვალეთ 10 მარტიდან თუ შეიძლება უფრო დეტალურად რო ვისაუბროთ. კი, მეკეთის გადავცემ სიტყვას, დავასრულებ, რომ 10 მარტიდან 24 მარტის ჩათვლით PSP-ში მისულ ყველა მომხმარებელს, რაც ჩამოვთვალეთ, დახვდება 1+1 ტიპის შეთავაზება. ერთი პროდუქტის შეძენის შემთხვევაში მეორე პროდუქტი მათ იგივე დასახელების პროდუქტი გადაიცემათ საჩუქრად. ძალიან სასიამოვნო. კეთ თუ შეიძლება Sugar Normi მაინტერესებს. ხო, ძალიან საინტერესოა ეს ისე თქვა ჟანამ ნახშირწყლების მოთხოვნილების შემცირება, ალბათ ყველას მიყვარს ტკბილეული და ყველას წონაზე გვეტყობა ხოლმე მე ეს ტკბილეული. სწორედ იმისთვის რომ წონაზე არ დაგვეტყოს ტკბილი საჭმელი არის
შექმნილი შუგა ნორმი. შეიცავს დარიჩინის ექსტრაქტს, რომელიც ტკბილზე მოთხოვნილებას ამცირებს. აბსოლუტურად ბუნებრივი საშუალებაა, ესეც მცენარეული საშუალებაა. შეიცავს ქრომს, რომელიც ასევე ამ მიმართულებით გამოიყენება და ესეც ტკბილის მოთხოვნილებას, ტკბილზე მოთხოვნილებას ამცირებს. ალფა-ლიპოის მჟავას შეიცავს და თეთრი თუთის ექსტრაქტს. ანუ გამოდის რომ ეს არის ნატურალური კომპლექსი, რომელიც ნახშირწყლების ცვლას არეგულირებს. სხვათა შორის გამოიყენება შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2-ის შემთხვევაში, აი ესეთ ადამიანებთან მაგალითად, ჩვენ კი ექიმები გასცემენ რეკომენდაციას, რომ დაუშვათ არ უნდა იყოს ტკბილი მიღებული, მაგრამ ხანდახან მაინც უჭირთ პაციენტებს კი ამ ყველაფრის შესრულება. ამიტომ აი ასეთ შემთხვევებში ტკბილის მიღებამდე 15-30 წუთით ადრე უნდა მივიღოთ შუგა ნორმი და ის კალორიები ტკბილის მიღებამდე 15-30, აი რომ განვიზრახავთ რომ ტორტის მსუყენაჭერი უნდა შევჭამოთ 15-30 წუთით აღარ მოგვინდება შუგა ნორმი და არ რომ შევჭამთ იმისი კალორიები აღარ დაგვეტყობა. უიდედა. ანუ ის გვინდება მაინც, მაგრამ მე ესე წარმოვიდგინე, რომ აი გამოაღემაცივარი, გამოიღე ტორტი, დალიე და წამალი და მე უკან შეაბრძანე ეს ტორტი. მეც ასე წარმოვიდგინე. ეს შეგიძლია რომ პირდაპირ არ შეაბრძანო. ანუ შესაძლებელია ასეთ მოხდეს რომ კი, არ დაგვეტყოს კალორიები. ძლივს ვიპოვე წამალი, რომელიც ჭამას არ გეკრძალავს. შუგა ნორმი. იცით მე რამდენიმე შეკითხვა გამიჩნდა, დამიგროვდა ხო და ახლა დრო ცოტა გვაქვს, ამიტომ მოდი გავიდეთ პაუზაზე და პაუზის შემდეგ დავსვავ ამ შეკითხვებს. დავბრუნდით პირდაპირ ეთერში თეთრი ორშაბათი ნინო შარაშენიძესთან ოთარ ტაატიშვილთან ერთად ძალიან საინტერესო სტუმრები გვყავს, სტუმრად პროდუქციის მენეჯერი ქეთი სურამლიშვილი, GM Pharmacy და GM Pharma საფთიაქო მენეჯერი ჟანა მაღლაკელიძე და ვსაუბრობთ აქციებზე, მათი პროდუქტების და თან მიმოვიხილავთ და განვიხილავთ ამ პროდუქტებს. ეხლა თუ ვინმე ახლა შემოგვიერთდა და შეგიძლიათ ჩვენ წინა ჩართვას უყუროთ, გადავხუროთ, მოусმინოთ და ნახავთ რაზე ვისაუბრეთ, მაგრამ მე ესეთი შეკითხვა მაქვს. აი ხლა რას თქვენ ჩამოთვალეთ, ხო? ყველაფერი მჭირდება პირადად მე. აი რაც კი თქვით, ხო, ყველაფერი მნიშვნელოვანია, ყველაფერი საჭიროა, ყველაფერი სასარგებლოა. რო არ დავაბნიოთ ახლა ჩვენი მსმენელი და ჩვენი მაყურებელი. აი ვინ გვირჩევს ამას? ანუ ალბათ მაინც ექიმთან უნდა მივიდეთ თუ თვითნებურად ჩვენ თვითონ წყვეთ, ანუ რა გვჭირს იმ მომენტში და რა გვჭირდება. კი ბატონო, ძალიან საინტერესო შეკითხვა. ნამდვილად რომ დავფიქრდეთ, ალბათ რავალფეროვნება ხო უყურებ, აი ყველაფერის მიღება შეიძლება. ყველაფერზე ბევდებიან და ბევდებიან. კი ბატონო, მოდით დავიწყოთ იმით, რომ ჯერ საჭიროა რომ განვასხვაოთ დოზები ერთმანეთისგან, აი წეგან როგორც აღვნიშნეთ, საპრევენციოდ უნდა ადამიანს დაუშვათ ჩვენს მომხმარებელს ამ პრეპარატის მიღება, პროდუქტის მიღება თუ დეფიციტის შესავსებად. ამისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ლაბორატორიულად იყოს დადასტურებული D ვიტამინის მაგალითად დეფიციტი გვაქვს, უკმარისობა გვაქვს თუ ნორმა გვაქვს D ვიტამინის. იმიტომ რომ ნორმაც რო გქონდეს, აი საპრევენციო მიმართულება სწორედ იმისთვის არის, რომ ნორმის შემთხვევაშიც განსაკუთრებით თუ რისკ ჯგუფში შევდივართ D ვიტამინის დეფიციტის, D ვიტამინის დონე არ დაიკლოს ორგანიზმში. ამისთვის გვჭირდება პრევენცია. მაგრამ თუ დეფიციტი გვაქვს, მაშინ იქ ცოტა უფრო მაღალი დოზები გვჭირდება და შესაბამისად პრევენციაც რომ დავიცვათ და გავაკეთოთ, შესაძლებელია ამან შედეგი ვერ მოგცეს, იმიტომ რომ უფრო მაღალი დოზა იყოს საჭირო, ხო? ამისთვის, ლაბორატორიული ანალიზი არის ყველაზე კარგი საშუალება. თუმცა ძალიან ხშირად ვერ ხერხდება ხოლმე ამ ანალიზის გაკეთება. იქ რაღაცა შეიძლება ხაჟებთანაც იყოს დაკავშირებული, პლუს ამას შესაძლებელია დროსთან იყოს დაკავშირებული. ამიტომ ასეთ შემთხვევაში ნამდვილად პრევენცია ძალიან სასარგებლო იქნება, ხო? ამას დოზებს რაც შეეხება. მეორე რასაც ბავშვების შემთხვევაში ვითვალისწინებთ ხოლმე, რა სჭირდება ბავშვს, ანუ რა მიმართულებით სჭირდება მის ორგანიზმს გაძლიერება. სჭირდება მაგალითად ომეგა-3, რომელიც მისი მხედველობისთვის, ცენტრალური ნერვული სისტემის თავის ტვინის განვითარებისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. ამ შემთხვევაში ჩვენ შეგვიძლია მას შევთავაზოთ ომე-3 ჟელი, ომე-3 ჯუნიორი, ანუ 3 წლის ასაკიდან ომე-3 ჟელი, ასაკსაც უნდა მიაქციონ ყურადღება და 6 წლის ასაკიდან ომე-3 ჯუნიორი. მოზრდილებში მაგალითად თუ ჩვენ გვინდა ომეგა-3-ის მიღება, ამ შემთხვევაში შესაძლებელია გამოვიყენოთ კლასიკური ომე-3 1000 მგ-იანი, ან თუ ქოლესტერინის დონის მოსაწესრიგებლად გვინდა, დაუშვათ ესე ომე-3 ხო, ომეგა-3 იცის ჩვენმა მოსახლეობამ, ერთ-ერთი ძირითადი ფუნქცია მისი არის ქოლესტერინის დონის რეგულირება. ამ შემთხვევაში რეკომენდებულია ომე-3 კარდიოს მიღება, რომელიც დასახელებიდანვე მიგვანიშნებს, რომ სწორედ გულ-სისხლძარღვთა სისტემის, ასე ვთქვათ, პათოლოგიების საპრევენციოდ შეიძლება გამოვიყენოთ. არის ქოლესტერინის ერთ-ერთი
ერთი ასეთი ფრაქცია, ცხიმის ერთ-ერთი სახეობა ტრიგლიცერიდი და სწორედ ამ ტრიგლიცერიდების დონის დაქვეითებაზე მოქმედებს ომესამი კარდიო. ბავშვების შემთხვევაში კიდევ რას ვითვალისწინებთ, რომ ეს პროდუქტები უნდა იყოს ჰიპოალერგიული, არ უნდა იყოს უფრო სწორედ აი ესეთ ბუნებრივი დიაბეტის შემთხვევაში თქვენ ამასაც ითვალისწინებთ მე მახსოვს. კი, ანუ აი არის პროდუქტები, რომელიც დამხმარე ნივთიერებად შეიცავს შაქარს, არის პროდუქტები, რომელსაც აწერია კიდეც ეტიკეტზე, რომ არ შეიცავს შაქარს. ასეთი პროდუქტები, რა თქმა უნდა, უსაფრთხოა შაქრიანი დიაბეტით დაავადებული ადამიანებისთვის. ასეთია მაგალითად ომესამის თითქმის ყველა პროდუქტია, ჟელიბონები, რომელიც საბავშვოა, ის მცირე რაოდენობით დამხმარე ნივთიერებად შეიცავს შაქარს, ამიტომ შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ ბავშვებში შეიძლება რომ ეს გავითვალისწინოთ. დანარჩენი პროდუქტები შაქრისგან პრაქტიკულად თავისუფალია და შაქრიანი დიაბეტით დაავადებული ადამიანებისთვის უსაფრთხოა. გლუტენის შემცველობა, ასევე ცელიაკიით დაავადებული ადამიანებისთვის ეს რატომ არის მნიშვნელოვანი? ზოგჯერ შეიძლება ანუ არ არის დღეს ისეთი დიაგნოსტიკის მეთოდები ცელიაკიის, რომ ყველამ ვიცოდეთ საკუთარი ჯანმრთელობის შესახებ, ხო? ამიტომ შეიძლება გქონდეს ცელიაკია ადამიანს, მაგრამ არ იყოს დიაგნოსტირებული, ამიტომ საჭიროა რომ ეს gluten-free პროდუქტები მაინც უსაფრთხოების პროფილის თვალსაზრისით უფრო კარგია მივიღოთ, ვიდრე გლუტენის შემცველი პროდუქტები. კიდევ რასაც ვითვალისწინებთ ხოლმე საკვები დანამატების შერჩევისას, ეს არის მათი ხარისხი. საკვები დანამატებს როგორც წამლის სააგენტო წამლებს არეგულირებს, ასე არ არეგულირებს, იგივე FDA ან სხვა რომელიმე EMA ან ევროპის წამლის სააგენტო. ამიტომ მაქსიმალურად უნდა იყოს მოცემული ეტიკეტზე ინფორმაცია იმის შესახებ, რას შეიცავს, თუნდაც დამხმარე ნივთიერებად რეები აქვს დამატებული, იმისთვის რომ მომხმარებელმა ჯერ პირველ რიგში იცოდეს, რას იღებს, რა რაოდენობით იღებს და მეორე შემთხვევაში უსაფრთხო იყოს მისთვის მისაღებად, ხო? თუ მაგალითად არ აწერია რომ შაქარს არ შეიცავს, შესაძლებელია კითხვა გაგვიჩნდეს შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ ადამიანს, რომ ანუ შეიძლება თუ არა ჩემთვის მის მიღება. ამიტომ აი მაქსიმალურად უნდა დავაკვირდეთ ეტიკეტზე მოცემულ ინფორმაციას. ამ შემთხვევაში ჩვენი მწარმოებელი კონტრაქტორი კომპანია გახლავთ Welt Pharma, გერმანული ფარმაცევტული კომპანია, რომელიც ჩვენი დაკვეთით აწარმოებს GM Pharma-ს დაკვეთით გერმანიაში ამ პროდუქტებს და აი რა ვიცი, ნებისმიერ პროდუქტი რომ ავიღოთ, ნახავთ აქ მაგალითად ასეთ მითითებას gluten free, იგივე სხვა პროდუქტებზე შაქარს არ შეიცავს და ასე შემდეგ. მაქსიმალურად არის მოცემული რაოდენობები ცხრილის სახით, ანუ რას შეიცავს და ეს დღიური მოთხოვნილების რა პროცენტი შეიძლება იყოს. დამატებით ნივთიერებებად რას შეიცავს და ასე შემდეგ. ანუ ასეთი სახით წარმოებული პროდუქტები, როგორც წესი, ითვლება ხარისხიან საკვებ დანამატებად და ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამ მიმართულებაში და სფეროში. აი თუ არ ერკვევა თვითონ ადამიანი და არ შეუძლია აქვს თუ არა ფარმაცევტს სათანადო ცოდნას რომ ურჩიოს დაუშვათ. კი, რა თქმა უნდა, ბიოლოგიურად აქტიური დანამატი როგორც განვიხილეთ თავიდან ეს არის სადაც შედის თქვენი პროდუქცია, არის თუ არა სათანადოდ ინფორმირებული ფარმაცევტები. კი, სხვადასხვა ყოველთვის ვატარებთ ჩვენ აი ახალი პროდუქტების შესახებაც საგანმანათლებლო ტრენინგებს ასე ვთქვათ ფარმაცევტებთან, ყოველთვის არიან ინფორმირებული იმის შესახებ, როგორ პაციენტებში არის შესაძლებელი ამა თუ იმ პროდუქტის გამოყენება. უსაფრთხოების ზომებზეც რა თქმა უნდა ინფორმირებულები არიან და ხო, ნუ თავარია პაციენტს ალბათ თვითონაც გაუჩნდება კითხვა თუ რაიმე ქრონიკული დაავადება აწუხებს, მისთვის შეიძლება თუ არა ამ პროდუქტის მიღება. ამაზე ფარმაცევტს რა თქმა უნდა შესაბამისი პასუხი ექნება. ძალიან კარგი. ყოველთვის ტარდება გარკვეული ტიპის ტრენინგები, როდესაც ახალი პროდუქტი შედის სააფთიაქო ქსელში. ეს ფარმაცევტებს ყოველთვის აქვთ ახალი ინფორმაცია ამ პროდუქტის შესახებ და ისინი გასცემენ იმ რეკომენდაციას, რაც რა თქმა უნდა ფარმაცევტის კვალიფიკაციას შეესაბამება. ამიტომ ნებისმიერ კითხვაზე ამ პროდუქტებზე, ახალზეც, ძველზეც, მათ შორის საკვებ დანამატზე შეგვიძლია რომ ვკითხოთ და მივიღოთ ამომწურავი პასუხი. სხვადასხვა ჩვენი კომპანია გამოირჩევა ამ მიმართულებით, იმიტომ რომ არა მარტო ფარმაცევტებისთვის, სამედიცინო საზოგადოებისთვისაც ძალიან ხშირად ესეთ სამეცნიერო შეხვედრებს აწყობს, სადაც კიდევ უფრო ხელს უწყობს ცნობიერების ამაღლებას ამა თუ იმ პათოლოგიის შესახებ, კი ბატონო და მომხმარებლისთვისაც, ანუ ჩვეულებრივი მოქალაქეებისთვისაც, აი თუნდაც თქვენი ეთერის საშუალებით, ახლა რომ გვაქვს იმისი ფუფუნება, ასე ვთქვათ და საშუალება, რომ მივაწოდოთ მათ ეს ინფორმაცია, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ერთი მნიშვნელოვანი ჩვენი გადაცემაც მე მგონი ნანალა დასასრულს მივახლოდა და მე მგონი თქვენ უნდა გთხოვოთ ჟანა ისევ რომ თქვენი სიახლის შესახებ გააცნოთ ჩვენ მსმენელს. მოკლედ რომ შევაჯამოთ, დღეს ვქონდა, რაზეც ვქონდა საუბარი, ეს იყო ძირითადად 1+1 შეთავაზებები, აქციები PSP სააფთიაქო ქსელში, რა თქმა უნდა, მთელი საქართველოს მასშტაბით 10 მარტიდან 24 მარტის ჩათვლით ეს ეხებოდა ომეგა-3-ის ბრენდს, ომე-3-ს, დეტრივითის ხაზს, სადაც როგორც საბავშვო ისე მოზრდილთა ფორმები გვაქვს, ცინკოვიდების ოჯახს,
ჩვენს ლოლიპოპებს, რომელიც საკმაოდ ცნობილია, ახალი პროდუქტები, რომელიც სიახლეა ჩვენი კომპანიისთვის, ეს გახლავთ აშვა ანტისტრესი, განსაკუთრებით მინდა გამოვყო, იმიტომ რომ არის ბუნებრივი მცენარეულ ნედლეულზე დამზადებული დამამშვიდებელი სტრესის მომხსნელი საშუალება და აქ დავამატებ იმას, რომ კოლობზეც დატანილია, რომ გლუტეინის აუტანლობის შემთხვევაში შეგვიძლია და ლაქტოზის აუტანლობის შემთხვევაშიც, რადგან არის gluten free და შაქრიან დიაბეტის დროსაც შეგვიძლია რომ მიიღოს პაციენტმა. აშვაგანდა დიახ. და უროველი ანტისტრესი არის კი. აშვა ანტისტრესია დასახელება პროდუქტის. მცენარე დავიმახსოვრეთ. მცენარე არის აშვაგანდა, მაგრამ როდესაც სტრესი არის აშვა ანტისტრესის სახელწოდებით უნდა მოიკითხოთ. აშვაგანდას ვერ მოგყიდის ვერავინ. ვერა, რა თქმა უნდა. უროველი ისმიკიდი ეს გახლავთ პირის ღრუს პრობიოტიკი, რომელიც პირის ღრუს იმუნური სისტემის გაძლიერებას უწყობს ხელს. ეს არის წვეთები, კი, აი განსაკუთრებით ისეთ დროს, როდესაც არის სტომატიტები, კი, მანიპულაციებით ასევე, ქირურგიული მანიპულაციები. აი, კვირი ამოდით ბავშვებს პირის ღრუს რო არ დაუზიანდეთ, მაშინაც გამოიყენება. შესაძლებელია, რა თქმა უნდა. ზიანას დროს ძალიან აქ და შეზღუდულია ასაკი, აი ჩვილობის ასაკი. ნულითვის ასაკი. 8 წუთი, დილით 8 წუთი საღამოთი შეგვიძლია, რომ აი ამ დოზირებით შევთავაზოთ ჩვენს პაციენტებს. აი ფარინგიტის, ლარინგიტის დროს შეგვიძლია რომ შევთავაზოთ. პირის ღრუს იმუნურ სისტემას აძლიერებს და სტომატიტები ყველაზე აქტიური პრობლემაა. აპლიკაცია პირის ღრუში. კი ბატონო. იმპლანტაციის დროს, როდესაც პაციენტი სხვადასხვა ტიპის სტომატოლოგიურ დიდებს გულისხმობ. დიახ, და აი დიდებში იმპლანტაციის დროს შეგვიძლია ჩვენი პირის ღრუს იმუნური სისტემა აი ამ ფორმით გავაძლიეროთ ისმიკიდის ჩაწვეთებით, ხო? დილით შეგვიძლია 8 წუთი და საღამოს შეგვიძლია 8 წუთი ჩაიჭოთოს პაციენტმა. კალცერონზე, რომელიც კალციუმის პრეპარატი გახლავთ, ასევე ცინკოიდების ხაზზე თქვით უკვე ხო, მიმდინარეობს აქცია, ნიამარინი, ეს არის ცხირის ღრუს გამოსარეცხის საშუალება, რინტების დროს ნექსინაითი უნდა ვთქვა, საძილე საშუალება, რომელიც საკმაოდ ისეთი აქტუალურ პრობლემას წარმოადგენს. კი, მელატონი შეიცავს, ნექსი B6, ეს მაგნიუმი და B6-ის შემცველი გახლავთ და რეოკონი, რომელიც გახლავთ ფერმენტული პრეპარატი, ასევე ლაქტოჯი კიცი, რომელიც ჩვენი პატარების ასარგებლო ბაქტერიებია. 24 შუგა ნორმი არ გამოგვიტოვოთ. შუგა ნორმი, რომელიც ტკბილზე მოთხოვნილებას ამცირებს. და კალორიები არ დაგვეტყოს. შუგა ნორმი ყოფილა ტორტის ანტიდოტი. საკმაოდ მოთხოვნადი პროდუქტი გახლავთ და თავისი ესეთი კარგი ეფექტებით, ვინაიდან ჩვენ მომხმარებლებისგან ვიგიღებთ უკავშირს. ეს წამალი საინტერესო იყო სხვათა შორის ჩანსასქესო სისტემის მორეციდები ინფექციებისთვის. უროველი. სხვათა შორის აი ძალიან ხშირია ხოლმე ხშირი შარდვა, წვა, დისკომფორტი შარდვისას, აი ასეთ პრობლემებზე ინფექციები ვისაც აწუხებს. ესეც ასაკობრივი ჯგუფით არ არის შეზღუდული. 14 წლით გამოიყენება. 14 წლის შუშხუნა ტაბლეტი დღეში ერთხელ. 24 მარტის ჩათვლით PSP-ს ყველა ფილიალში. მობრძანდით და მიიღეთ საჩუქრები. დიახ, მოკლედ დიდი მადლობა გავედით ბოლოში. როგორც ყოველთვის საინტერესო საუბრის დროს და როგორც შეიცვლება, როგორც კარგი, GM Pharma-ს პროდუქციის მენეჯერი ქეთი სურამლიშვილი და GM Pharma-ს საფთიაქო მენეჯერი ჟანა მაღლაკელიძე იყვნენ ჩვენთან სტუმრად და საუბრობდით მათ მრავალფეროვან და სასარგებლო ასორტიმენტზე და იმ აქციებზე, რომელიც PSP საფთიაქებში მიმდინარეობს 24 მარტის ჩათვლით. დიახ. თუმცა როგორც გამოცდილება მაჩვენა რამოდენიმე თვეში ისევ იქნება მსგავსი აქცია. დიდი მადლობა, ჩვენ მომავალ ორშაბათამდე დაგემშვიდობებით. ეხლა